ეგნატე ნინოშვილი, მოსემწერალი. პირველი. ვინ მოსთვლის რამდენი ვაივაგლახი და შავი დღე გამოიარა უნათლოშვილის ქვრივმა ბაბალემ. მინამ თავის ორს ვარს, სოფონას და ოქრუას გამოზრდიდა. ჯერ კიდევ 23 წლის ჯანსაღი ქალი იყო ბაბალე, რომ დაქვრივდა. შეეძლო მეორეთაც გათხოვილიყო, ქვრივობლობის ვარამს ასცდენოდა. ვინიც ის იქნება მეორე ქმრის ხელში კეთილი ცხოვრებაც ქონოდა. მაგრამ ყოველივე ეს უარყო ბაბალემ. სიღატაკე, ყანაში მუშაობა, მოხელეებისაგან სახელმწიფო და სხვა გადასახედებისათვის ლანძღვაგინების ატანა არჩია და თავის მცირეწლოვან ვაჟებს კი არ მოშორდა. სამაგიეროდ დაუჯილდოვებელიც არ დარჩა ბაბალეს ღვაწლი. სოფონა და ოქრუა ისეთი დარდიმანდი ბიჭები გამოვიდნენ, რომ იმ მუხუროში იშვიათად მოიპოვებოდა მათი ბადალი. უფროსმა სოფონამ ცოლი შეირთო და აგერ სამი შვილის პატრონი კაცი გახდა. ბაბალეს ისე უყვარდა შვილიშვილები, რომ თვალში ჩავარდნოდენ, ხელს არ მოისვამდა. შვილები და რძალი ბაბალეს აღარ არჯიდნენ. ახლა ბაბალე მხოლოდ იმ საქმეს აკეთებდა, რომლის გაკეთებაც თვითონაც ეხალისებოდა და სიამოვნებას მოუპოვებდა. დანარჩენ დროს ბადიშების ალერში ატარებდა. მართალია იმ აუარებელი შრომა ტანჯვისაგან, რომელიც მას გადახედოდა თავის ობლების გამოზრდაზე, ბაბალე ცოტათი მოტყდა, მოიხარა, მაგრამ სულიერად კმაყოფილი, ის არც კი იმჩნევდა ფიზიკურად დასუსტებას. გული ისევ ყმაწვილი ქალივით მხნე და გაუტეხელი ჰქონდა. დეილოცა მისი დიდება. ღმერთმა არ დამიკარქა იმდენი ღვაწლი. დიდი ჭირი გადამხდა, ბევრი შავი დღე იგამევიარე, მარა სამაგიეროდ ბოლოს კი შევიქენი ბედნიერი. ჩემი შვილები მე კი არა, თავადის ქალს ეკადრება შვილებად. გურიაში ყაძახის შვილი ჩემ შვილებს წინ ვერ დუუდგება, ამბობდა სიხარულით ბაბალე. მაგრამ აგერ გაჩნდა ოჯახების აწერა. გაისმა ხმა, სალდათობა იწყება ჩვენ ქვეყანაშიცაო და შეშფოთდა ბაბალე. ნეტაი არ მომეწია ამ დღემდე, თლა ჩვენი მუხურო რომ დატიონ, თვალს რომ შეავლებენ ჩემ შვილებს, აღარ შემარჩენენ. სხვაი რომ არა, მარტო თვალტანადობის გულიზაც ეიყვანენ სალდათად. ჩემ და საუბედურად გამოვიდნენ ჩემი შვილები იმისთანაი კაი, წუწუნებდა შიშისაგან თავზარდაცემული ბაბალე. დავმალო, სად დავმალო. მტერი ჩაასმეს, თვითონ რომ ვერ შეიტყონ. უმტერო ვინ არის ქვეყანაზე? რა მიწაში ჩავიდე, რა ვქნა? ორივეს თუ არა ერთს მაინც წამართმევენ. რა უჭირდა იმ დალოცულ ღმერთს, აქამდე არ მევეტანე. ასეთი ფიქრებით ატარებდა ბაბალე დღე და ღამეებს მას შემდეგ, რაც საოჯახო სიების შემადგენელმა, სხვათა შორის დაიბარა ბაბალე და მისი შვილები სოფლის კანცელარიაზე და ჩასწერა ვეებერთელარ ვეულში. შემდეგ, როცა ყმაწულკაცობა მიიწვიეს სამხედრო ბეგრისთვის, ბაბალეს ერთი ციებ-ცხელება აუტყდა. დღეს არა, ხვალე ჩემ შვილებსაც წაიყვანენო. ამიტომ ხან მამასახლისთან დარბოდა და ეხვეწებოდა მიშველე რამეო, ხან მწერალთან, ხან მღვდელთან და ვინ მოსთვლის, ვისთან არა. ყველა აიმედებდა ბაბალეს. ნუ გეშინია, უფროშულს არ წაიყვანენ. ერთი იმიტომ, რომ უფროსია, მეორე წლოვანებითაც წაყვანის ვადა გასული აქვს. უმცროსი კი ჯერ არ არის იმ დონი წლისა, რომ წაიყვანონ. სინამწლოვანი გახდება, ბარე 2-3 წელი გაივლის და მაშინ კიდევ ვინ იცის, შეხვდება თუ არა ბეგარა, რადგან ლატარიით არის შეხვედრა და არ შეხვედრა. ბაბალე კი მაინც ვერ ნუგეშობდა. დღით თვალი ეჭირა ჭიშკრისკენ, მოვლედან წაიყვანებენ ჩემ სოფონას ან ოქრუასო. მაგრამ გათავდა ეს პირველი დაბარებაც სამხედრო ბეგრისთვის და ბაბალეს ვაჟები არავის მოუკითხავს. ახლა კი ბაბალემ თავისუფლად ამოისუნთქა და ცოტა არ იყოს ყვედრებაც დაუწყო თავის თავს. რა ვიფიქრე მესულელმა მე? ქვრივსა და ოხერს, შვილებს აბა, ვინ წამართმევდა? რაც იმად გაზდაზე შავი დღეები მინახავს. ქვეყანაზე სამართალი აღარ იქნებოდა, თუ იმად წამართუმდნენ. ახლა ბაბალე მხოლოდ ხვის უბედურებაზე წუწუნებდა. თურმე საცოდავებს მატლიანი შავი პურით და აყროლებული ნახარჩით არჩენენ. ზოგს პირიდან აღებინებს თურმე, ზოგს მუცელი ეშლება და ზოგს კიდევ რა ვიცი. აგი კიდევ რა, ისე სცემენ თურმე, რა ვარც მეყანე ძროხას. საცოდავი გულქანაის ბიჭმა ვეღარ გუუძლო თურმე და თქვენს მტერსა დაავს იმისთანაი, საცხალაზარეს სადგომიაო, იქინეი დალია სული თავისიანების უნახავად. პეტრია ის ბიჭს ერთი ყური გუუფუჭდა ნაცემიო. ევანეს ბიჭი 3 თვეზე მეც ვერ იცოცხლებს, ისე ახველებსო.